დღეს ამახები ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვუხურებთ ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიის, სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას. ეს უპრეცედენტო ზრდის დინამიკა არ არის მხოლოდ სიტყვები. დღეს ჩვენ ამახები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სწორი სტრატეგიით, სწორი ხედვით და სწორი სამოქმედო გეგმით და ამ სამოქმედო გეგმის ერთობლივი აღსრულებით. ჩვენ ვამბობთ, რომ არასდროს ჩვენ ქვეყანაში არ უფრენია 120 პირდაპირ მიმართულებით 70-ზე მეტ საერთაშორისო ავიაკომპანიას. საიდანაც ჩვენ ვამაყობთ, რომ დიახ, ჩვენი სტრატეგია, რომელიც სრულად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე, ნამდვილად ასახულია იმ მონაცემებში, რომელიც ჩვენ გვაქვს. მზარდნაკადის მიმართულებით გვაქვს, პირდაპირ ფრენების ოპერირების მიმართულებით და მაგალითისთვის გამოვიყენებ ევროპის მიმართულებით. ასოც მიმართულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება, დაახლოებით 37% მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში სრულდება ევროპის მიმართულებით. ევროპის მიმართულებას გამოვყოფ რამე თუ იცით, რომ ევროპის ქვეყნები არის გამორჩეული სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, უშუალო ტურისტის, ისევე როგორც პირდაპირ რეისების მოზიდვის კუთხით. მიმდინარე წელი ასევე განსაკუთრებით წარმატებულია, რეკორდულია შემოსავლები ტურიზმიდან, რეკორდულია ტურისტული ნაკადების მზარდი დინამიკა, რეკორდულია მზარდ ნაკადის. ეს რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ ჩვენი დინამიკა კიდევ ერთხელ სტაბილურად მზარდია, ჩვენ როგორც გუნდი, ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს იყოს მხარდამჭერი, განაგრძობს იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტის სექტორის განვითარებას.